გამარჯობა. გამარხართ. მადლობა. ეს კარგად. მიხარია რომ დღეს თქვენთან ვარ სტუმრად საუბრებში და მინდა ისეთი საუბარი შევთავაზოთ ჩვენს აუდიტორიას, როგორც ორი მეგობარი საუბრობს. დღეს აქ ამ წუთას ვიხართ. თქვენი რესპონდენტი. კი ბატონო. თქვენ საკმაოდ დიდი გზა გავიარეთ აი ამ ქირურგიაში და მაინტერესებს როგორ დაიწყეთ ეს გზა და რატომ გადაწყვიტეთ რომ გამხდარიყავით ქირურგი. აი უნივერსიტეტის დაამთავრეთ და ასე შემდეგ მოგვიყვეთ. მე არ გადავწყვიტე რომ გამხდარიყავი ქირურგი. უბრალოდ დავიბადე ეს. ეს თანდაყოლილი დიაგნოზია და არა შეძენილი. იმიტომ რომ დაუკვირდით აბა მომღერლები ცხებადებიან, ყველა სხვა შეუძლია რომ გახდეს მომღერალი და ვისაც აქვს აბსოლუტური სმენა და ვისაც აქვს ხმა. მე მაგალითად ვერასდროს ვერ გავხდებით. ყველა რაღაცით იბადება. მეც ვფიქრობ რომ მე დავიბადე ქირურგი და თუ კი მომღერლებს აბსოლუტური სმენა აქვთ, მას სმენა მაქვს ხელებში. დავადებ თქვათ ჭრილობას და ვიტყვი რამდენი სითხე იქნება თქვათ ჭრილობაში და არასდროს არ შემეშლება და ქსოვილებს გრძნობ. ასე რომ სამშობლოდან მეწახოდნენ ქირურგს რატომღაც და მე მასწავლიდა მანქანისტარებას ძალიან პატარა ვიყავი არ ჩამდით მანქანიდან ისე დაგვყავდა თუ შენ ქირურგი იქნები და დაგიძახებენ და დასახმარებლად მეწახვიდეო და მადლობა ამისთვის მამას მის მერე საჭესთან და დავდივარ და სულ ქირურგი ვარ. რა მაინტერესებს იცით როგორც ვიცით თქვენ მოსკოვში დაამთავრეთ უნივერსიტეტი? არა. მე საქართველოში დაამთავრე უნივერსიტეტი და დაამთავრე ინტერნატურა. მოსკოვში მე დაამთავრე ორდინატურა, ასპირანტურა, დოქტორანტურა. და მე მუშაობდი აკადემიაში, ვასწავლიდი ესთეტიკურ და პლასტიკურ ქირურგიას 38 წელი. მაინტერესებს დღეს ქირურგიაში მოიხსენებათ ბევრი ადამიანს უნდა რომ რაღაც გაიკეთოს, ეს იქნება ცხვირი, ყურები, ტუჩები და ასე შემდეგ. და ვაწყდებით ბევრ ისეთ ექიმს და ისეთ ასე ვთქვათ ოპერაციებს, სადაც უფრო მახინჯდებიან ეს ადამიანები, უხეშად რომ ვთქვათ. რა არის ამის მიზეზი და აი როგორ უნდა მოხდეს, ადრე როგორ ხდებოდა აი ეს ქირურგია და დღეს როგორ ხდება, აი რა მეთოდები გვაქვს რომ ვითხრათ. ეხლა მე ჩემს კოლეგებზე ვერაფერს ვერასდროს ვერ ვიტყვი, ეს დეონტოლოგია, ეს დაავადება არ შეიძლება. რატომ ხდება გართულებები? მარტო ქირურგზე არ არის ბევრი რამე დამოკიდებული. არის მიკროქირურგიული ოპერაცია, რომელიც 10%-ში ოფიციალურად არ გამოდის. ანუ შენ ერთი ადგილიდან იღებ რაღაცას და აკერებ მეორე ადგილას და თვითონ ორგანიზებული ორგანიზმი, მაღალ ორგანიზებული ორგანიზმი ამას ვერ ღებულობს და განდევნის. ახლა არა ინტელექტი ადამიანი ამას ქირურგს დააბრალებს, მაგრამ ესეც არ არის. შეცდომას ყველა უშვებს. პრეზიდენტი, ლოჩიკი, როგორ არის ქართულად არ ვიცი, და ყველა უშვებს ამ შეცდომებზე შესაძლოა ყველას ეპატიება, უბრალოდ ყველა პაციენტმა, როგორც არჩევენ თავისთვის ფეხსაცმელს, შუბას, აი ესე უნდა შეარჩიო ძალიან დიდხანს არჩიო შენი ქირურგი. ყველა ქირურგს აქვს თავისი მეთოდი, ყველა მეთოდს აქვს არსებობის უფლება და ყველა პაციენტს აქვს უფლება ამოერჩიოს ის ექიმი, რომელიც შესთავაზებს იმ მეთოდს, რომელიც მას მოსწონს. ასე რომ არჩევანი პაციენტებზეა და ექიმებს ნუ დავადანაშაულებთ, თვითონ პაციენტებს და მახინჯდებიან მაშინ, როდესაც მაიკ ჯექსონის ხო დამახინჯდა, მაშინ როდესაც დაკარგა საზღვარი იმას შორის გალამაზებიდან და მე გადავიდა დამახინჯებაში, ვერ გაჩერდა, საზღვარი დაკარგა. თუ ადამიანი ხდება დისმორფოფობია, ანუ ერთხელ გაიუმჯობესებს რაღაცას და ამითი აჟიტირებული კიდევ უნდა გაიმჯობესოს და ბოლოს ვერ ხედავს, შეიძლება ესეთი რაღაცა მოვიდეს. რაც შეეხება გართულებას, გართულებები უამრავია და სიკვდილიც ხდება. და ჩემი შვილი რომ მშობიარობდა კანადაში, ხელი მოვაწერეთ იმას, რომ თუ გარდაიცვლება კლინიკა არ ამ დროს ავად ხო არ იყო, მშობიარე იყო. მაგრამ ქირურგიაში კი არა, ცხოვრებაშიც გარეთ გახვალ და შეიძლება ვერ დაბრუნდეს სახში ყველაფერი ხდება და ქირურგია მithumedes ერთ-ერთი რისკია სიცოცხლისთვის. თქვენ საკმაოდ დიდი გზა გაიარეთ აი ამ პროფესიაში და მაინტერესებს გქონიათ თუ არა ისეთი შემთხვევა, როცა პაციენტისთვის ხედავდით რომ იყავით ერთადერთი იმედი თქვენ. ბევრჯერ ძალიან ბევრჯერ. რომ იყო საქართველოში მახსოვს ერთი ბიჭს მოხდა ტყვია და ნახევარი სახე არ ქონდა და მაგ ვერ კეთდებოდა ეგ ოპერაცია და მე ჩემს შეფს თხოვე მაშინ ჩამოვედით ყველაფერი უფასოდ გავუკეთეთ
ნეიროქირურგიის ინსტიტუტში გავაკეთეთ მიკროქირურგიული ოპერაცია. მაშინ აქ არ გეთდებოდა ეგ ოპერაციები და იყო ახლა რომ არ ტყუოდა რამეს ინტერნეტში დევს ერთი პაციენტის თავისი ახსარება რომ 13 ოპერაცია გაუკეთეს და თვალები ვულტერიერს უგავდა და ყველა მისთანაც თვითონაც ყველა მითხრა ვარი და ბოლოს მოვედი ექიმ შურღაისთან და თქვენ თუ შეგეძლებათ ჩასვამთ ამ ვიდეოს ცოტათი გადათარგმნით მოგაწოდებთ მე დიახ მომწოდებ როგორც ამბობს რომ ეს იყო ბოლო ჩემი შანსი დიახ მაინტერესებს დღეს პაციენტები უფრო რა ოპერაციის გასაკეთებლად მოგმართავენ თქვენ, ანუ რის გაკეთება უფრო სურთ. და მაინტერესებს ასევე რა ასაკი არის ის მინიმუმი, რა დროსაც ვერ გადავწყვეტით კარგი. ყველა ექიმი მაინც ცივილიზირებულ ქვეყნებში, ახლა აქ ყველაფერს ჩიკებს ეძახიან, ახლა კერძსაც აკეთებს, თუნდულოებსაც, პუნცელსაც, სახესაც, ყურსაც, წყვილსაც, საზღვარგარეთლებს ეს არ მოწყობთ. მე პირველ შეკითხა, რასაც მისვენ, შენ ყველაფერს აკეთებ. კი, მე ყველაფერს გაკეთება ვიცი, მაგრამ რადგანაც უფრო კვალიფიცირებული ვარ სახეზე, ამიტომ ჩემთან უფრო ხშირად მოდიან სახეზე ბლეფაროპლასტიკაში სახის გასაკეთებლად, თქო ნერვის პარალიჩებიანი ურთულესი პაციენტები და მე უფრო მიყვარს რბილ-ქსოვილებზე მუშაობა, მაგალითად ძვლების დამტვრევა, ესეა ოპერის მომღერალია და ესტრადის მომღერალი და არნაერის და რომ მივდივარ ხანდახანდა თვლის ჩასვლა ჩავასწორდა მინდა იუველირები ამბობენ არა მე თვალს არ swam თვალს სხვა swams ნუ ესეთი რაღაცა უფრო სწორია დღევანდელ დღეს ვიდრე უფრო ნაკლები გართულებები იქნება თუ ადამიანი სპეციალისტება ერთი და იგივე ოპერაციაზე ეს უკეთესი იქნება პაციენტებისთვის და ექიმისთვისაც ხოთა შორის დიახ მაინტერესებს თქვენი ბავშვობის შესახებაც მოგვიყვეთ ან როგორი ბავშვი იყავით იმ პერიოდს როგორ გაიხსენებთ ბავშვი ვიყავი ნორმალური ცელქი ძალიან კარგად სწავლობდი მაგრამ ცოტა შენიშვნას ვაძლევდა რომ ცელქია ეს ბავშვი და სულ ველოსიპედებზე დავდიოდი და არასდროს არ მითამაშია თოჯინები მე როგორც გოგოს და ვიპარებოდით ხოლმე გაკვეთილებიდან და დედას ეუბნებოდნენ სულ ეს ბავშვი ძალიან იჭერია საქართველოს ასახელებს მაგრამ ძალიან ცელქია და პატარა ვიყავ მესამე დღეს ახლა მომავალი წლიდან სექტემბრიდან სულ დავждები ხელებს უკან ვიზამ და არ ვიცელქებ მეთქი ვიძახდი ცელქობდით ხო ესეთი ბავშვი ვიყავი ახსენდება ყველაზე ისეთი ბავშვები და ბავშვების ყველაზე ჩემი დასამახსოვრებელი იყო რომ მე ყოველთვის გამოვირჩეოდი ჩემი სულ დიდ ლექსებს ვამბობდი და მე 10 კლასელები მეკითხებოდნენ პირველ კლასში რომ ვიყავი 100 კუპლეტიან ლექსს ვამბობდი არ შეგეშლებაო და არ შემეშლებაო მეთქი და სულ რაღაცა წამყვანი ვიყავი ოლიმპიადების რაღაცების და ერთხელ იყო ეგეთი სპექტაკლი ჩვენთან სადაც გიორგი საღარაძე თამაშობდა სტალინის როლს და მე პატარა ბავშვის პიონერის როლს თამაშობდი იმ სპექტაკლში. და მე დავსვეს გიორგი საღარაძესთან ერთადერთი სპექტაკლი იყო. დავსვეს გიორგი საღარაძესთან ერთად კაბინეტში. და გიორგი საღარაძე თვითონ იკეთებს გრიმს სტალინის გრიმს. მე ვზივარ ესე კუთხეში და უყურებ და გაიკეთა გრიმი, გაიკეთა ულვაშები მიიწება და მეკითხავ, გამარბიძია სტალინს, ვეუბნები კი, რა თქმა უნდა, გავხართ მეთქი, ღვარს ხო არ ვეტყვი. არა, ჯერ არ გავარ სტალინი. კარგი, მე ჩაიცვა სტალინის ფორმა და მეკითხება, ეხლა გავარბიძია სტალინს, მეთქარი კი, რა თქმა უნდა მე. არა, არ გავარ სტალინს და ბოლოს აიღო ჩიბუხი ხელში და მომიტრიალდა და აი, ეხლა ვგევარ მე სტალინსო. და მე რაღაც ლექს ვამბობდი, ეს ლექსი დღესაც მახსოვს, მაგრამ რომ მოგიყვეთ სასაცილო იქნება. კი ბატონო. მაინტერესებს ასევე თქვენგან, როდესაც იგეგმება ოპერაციები, ხო? ეს იქნება ყურის ოპერაცია, ანუ ვიღაც უნდა რომ ყური გამოისწოროს და ასე შემდეგ. ანუ დღეს როგორ ხდება ამის ორგანიზება დაგეგმვა და მაშინ როგორ ხდებოდა ადრე და ასევე ერთი მაინტერესებს ის რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ატომყაც ნებისმიერ ადამიანს უნდა რომ ვიღაცისნაირი ყური ქონდეს ვიღაცისნაირი წყური. არა? არა. ანუ ეს მოდა გავიდა
როდესაც მოდიოდნენ და ცნობილი სახეები მოქონდათ სურათები, აღარ უნდათ უბრალოდ თავისი უკეთესი ვერსია უნდათ. არ არის მოდაში ტუჩები, როგორც მოგეხსენებათ და თქვენ ალბათ გაქვთ ხედელებაში ონლაინ აჩვენო პაციენტს კომპიუტერზე როგორი იქნება ეს. მართალი გითხრათ ეს არ არის იმის ზუსტად ისე როგორც კომპიუტერი აკეთებს, ვერას ვერ გააკეთებს შენ, მაგრამ ეს პაციენტი უფრო პლაცებაზე მუშაობს, ანუ იმაზე რომ პაციენტი რაღაცაში დარწმუნდეს, თორემ 100%-იან ვირტუალურ ოპერაციას ვერ გააკეთებ ვერასდროს. დღეისთვის ის შეიცვალა ეს ტექნოლოგია მისაწვდომი, ადრე არ იყო ეგ ტექნოლოგიები მისაწვდომი, მაგრამ ყოველთვის ოპერაცია ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ჰარმონიაში ჩაჭდეს მისი ყველა დეტალი, ანუ ვთქვი კიდეც გუშინ ხო ინტერვიუში, რომ არ შეიძლება დიდ სახეზე გააკეთო ერთი ციცხრა ცხვირი, სასაცილო იქნება და ანდა გააკეთო დიდი ტუჩები ერთ პატარა სახეზე. ეს არ არის უკვე პროპორცია ირღვევა. რა თქმა უნდა. დიახ. მაინტერესებს ანუ დღეს მოთხოვნადი რა რისი ოპერაცია არის გაკეთება უფრო უნდათ და ერთი კითხვა მაქვს ასევე აი ტუჩები ვახსენეთ ადრე იყო საუბარი იმაზე ვინც ტუჩს გაიკეთებდა ანუ ზომაში როცა იმატებდა იმას უკვე მუდმივად ეგრე იყო და ვერ ამცირებდნენ ხო ხო რა თქმა უნდა მასე არ არის ეგრე არ ხდება ხო არა უბრალოდ ტუჩის გადიდება შეიძლება უამრავი რაღაცით შეიძლება ფილერებით რომელიც სამი სხვადასხვა სახის არსებობს ყველაზე პოპულარული ფილერი არის გიალურონჟავის შემცველი ფილერი, რომლის დაშლა შეიძლება. დანარჩენი არსებობს კიდევ ფილერი კალცის ჰიდროქსიაპატიტზე დამზადებული და პოლირძემჟავაზე დამზადებული, მაგრამ ეს ორი ფილერი ტუჩში არც იხმარება. და ყველაზე კარგი ვარიანტია იხმაროს საკუთარი ცხიმი. ანუ დღეს შემოვიდა ეს ტექნოლოგია, საკუთარი ცხიმი იხმარება. კანქვეშიდან გადატანილი ცხიმი, კანქვეშ რომ მიიღო სადმე. უცბად იშლება ეს მოდაში რომ შემოვიდა ერთ ადამიანს მე სამჯერ გავუკეთე ეგ ოპერაცია და თითქოს არ გამიკეთებიაო. მე მოვხვდით რომ ის ცხიმი რომელიც არის კანქვეშ არ შეიცავს რუხნივთვერებას და ადვილად იწოვება. ამიტომ მივედი იმ დასკვნამდე რომ ჯობია გამოიყენო თქვათ ის იგივე თიაქრები რომელსაც ამოიღებ თვალებიდან ისინი ინკაფსულირებულია დიდი რაოდენობით რუხნივთვერება შეიცავს და არ იწოვება და ყველაზე უკეთესია კიდევ ბიშას ცხიმოვანი პაკეტები გამოიყენო თქვათ ტუჩის გასადიდებად ეს გენიალურია საკუთარი მასალა არასდროს არ იწოვება. ან თუ იწოვება ძალიან უმნიშვნელო ხარისხში. კი ბატონო თქვენ საკმაოდ ისეთი ანუ ამ პროფესიაში რა არის მთავარი რა უნდა ქონდეს ქირურგს ისეთი რაც გამოარჩევს ხობისგან ხოდაშორის ქირურგებს ასე ყოფენ ქირურგი ღმერთისგან და ქირურგი დრესირებული რა თქმა უნდა ხა დრესირებითაც შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს იმას რომ ძაღლებს ალაპარაკებენ და ასე დრესირება უფრო დიდ ხანს მოუწევს მთავარი არის რა თქმა უნდა გენეტიკა, იმიტომ რომ პომიდორს დათესავდა კიტრი არ ამოვა. ამიტომ გენეტიკურად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა ხელით. ეს არის ხელით საკეთებელი საქმე და ზოგს ხელში ბევრი რამე არ ეხერხება. ხანდახან მე რო უყურებ რაღაცა ვაჟს როგორც თლის თავი მინდა მოვიკლა. ხედავ რომ ეს ხელი მაგას არ ეზრდება იქიდან საიდანაც საჭიროა. რა თქმა უნდა მარტო ხელი არ ყოფნის, ყველაფერს განაგებს ტვინი და ტვინიც უნდა ქონდეს მახვილი და რაც შეეხება ესთეტიურ ქირურგიას, სამი განზომილებიანი აზროვნება უნდა ქონდეს. იმიტომ რომ ყველა გადაწყვეტილება და დაგეგმვა ოპერაციის უნდა მოხდეს სამ განზომილებაში. ეს არ არის ორ განზომილებიანი სახე, არის სამი განზომილება და შენ უნდა შეგეძლოს აი ამ სამ განზომილებაში გადაწყვეტო და დაგეგმო სწორად ოპერაცია. კი ბატონო, ასე მაინტერესებს რა რისკები არის ზოგადად ან ტუჩის, ან ცხვირის ოპერაციაზე, იმიტომ რომ როცა გაიგო ჩვენმა აუდიტორიამ, რომ თქვენ იქნებოდით ჩემი სტუმარი, ეს კითხვა მომწერეს და იქნებ გაგვცეთ აი ტუჩის ოპერაცია და ცხვირის ოპერაციის დროს რა რისკები არსებობს? ცხვირის და ტუჩის მიდამო ეს სამკუთხედი, მოვატიეთ, ითვლება ეწოდება სიკვდილის სამკუთხედი. ამ სამკუთხედს ეწოდება სიკვდილის სამკუთხედი, ანუ აქ რომ ჩდება даже აი ჩვენ წელთ აეროცხომდე იცოდნენ რომ ეგრეთ წოდებული ფურუნკული თუ გაგიჩნდა ამ მიდამოში შეიძლება ეს ყველაფერი სიკვდილით დამთავრდეს და მე თვითონ ბევრჯერ მაქვს ნახი მსგავსი რაღაცა მოსკოვში შემოიყვანეს 18 წლის გოგო რომელსაც ფურუნკული ჰქონდა თვითონ დააჭირა ხელი და
ხელი რომ დააჭირა, გარეთ კი არ გამოვიდა, სისხლს ზარხში შევიდა ეს მასა და უცებ მოხდა ტვინში და იყო სეფსისი. ერთ წამში ხდება სეფსისი, იმიტომ რომ ეს სისწარბები დაკავშირებულია ღრუ სინოსთან, ეშერისტის სინოს, არ ვიცი, ქართულად ვაბადე, ეშერისტის სინოსთან დაკავშირებულ თერაპიას. ხო. და ეს უკვე მენინგიტია. და უცბად იწყება სეფსისი, გაიგეთ? ტვინის შეშუპება და ადამიანი იღუპება. ამიტომაც შესაბამისად პირის ირგვლივ და ცხვირის გაკეთებული ოპერაციები საშიშია ძალიან. აი 2-3 გაკეთება ცხვირი, მესამედ უკვე სისწრაფები იმდენად დაზიანებულია, რომ შეიძლება ნეკროზია გამოიწვიოს უკვე მესამე და მეოთხე ოპერაციები და ცხვირი მთლიანად მოძვრეს. ხვდებით ხო? ამითაც არის საშიში. ერთი გითხარით სეფსისი. მეორე ეს რომ მიკროცირკულაცია უკვე მრავალჯერადი ოპერაციების დროს დაირღვევა, ამდა ტუჩი გაკეთებული და ცხვირ ტუჩის დაოჩი გაკეთებული ძალიან ბევრჯერ უკვე მიკროოპერაციების გაკეთებული მთლიანად დაიკარგა ეს ზონა. გარდამავალი ცხვირ ტუჩის ნაოჭის ზონა დაიკარგა მთლიანად, მოხდა ნეკროზი. ამდა კიდევ ძალიან ბევრი პლასტიკური ქირურგები უბრალო ელემენტარულ რაღაცას ვერ აცნობიერებენ, მაგალითად რას. შეყავთ გამაყუჩებლად სტომატოლოგიური გამაყუჩებელი პრეპარატები, რომელშიც არის ადრენალინი. ადრენალინი რას იწვევს? სისწრაფების შეკვეთას და მე ვუმატებენ Z-fillers. ეს არის სასიკვდილო. სისწრაფე სპაზმირებულია, შემოკეთებ fillers. აი ამ დროს ხდება დაკარგვა. აი ძალიან ბევრი ყოფილს რომ გამიკეთეს ჯერ ანესთეზია, მერე ფილერი. აი ეს არ უნდა ხდებოდეს რა. ამას ძალიან დიდი განათლება უნდა. მე კიდევ გავიმეორებ, როგორ ბედავენ საქართველოში უბრალოდ რაღაცა კურსებს დამთავრებულებთან მისვლას და ამ სერიოზული პროცედურების ჩატარებას, თუნდაც ბოტაქსით, რომელმაც ანატომია არ იცის და ანატომია ერთხელ არ უნახავს მორგში, ესეთი ხალხი აკეთებს აი ამ პროცედურებს. ეს პროცედურები არ არის მარტივი, პროცედურები შეიძლება და ადამიანმა რომელიც არ იცის სამი ვარიანტი ტრახეოსტომიის დადება, ზედა, ქვედა და კონიკოსტომიის დადება, როგორ ბედავს საერთოდ აიღოს ხელში ნემსი და გაუკეთოს. ეს ყველგან აკრძალულია გარდა საქართველოში, მაგრამ საქართველოში არ ვიცი, ჯანმრთელობის სამინისტრო რას ფიქრობს, რა კონტროლი არსებობს, თუნდაც იმაზე რომ ამხელა რეკლამები და ბანერები იყურება და ვითომ ქირურგები არიან, არ მესმის. აი თქვენ მორგი ახსენეთ და მე როგორც ვიცი, როცა თქვენ სტუდენტი იყავით ასე შემდეგ, ანუ მორგშიც რაღაც ოპერაციებს ატარებდით. რა თქმა უნდა, ჯერ მორგში უნდა ჩაატარო და მე უნდა ჩაატარო ცოცხალ ადამიანზე, აბა ეგ როგორ შეიძლება ქირურგი იმითი ფასდება რამდენი იმუშავა მორგში. აბა როგორ ხდება ცოცხალზე? თქვენ გინდათ ის პაციენტი იყოთ, რომელიც ქირურგი პირველად თქვენ გაიგეთებთ ოპერაციას? და აი სწორედ მაინტერესებს თქვენ როდესაც უკვე შეხვედით საოპერაციოში და გადაწყვეტეთ რომ დაგეგმეთ და უნდა ჩააგეტარებინათ ოპერაცია. რას განიცდით აი მაგ დროს? პასუხისმგებლობა, რომელსაც ყოველთვის განიცდით და ეს არ იყო მაინც დიდი რთული ოპერაცია, პატარა სიმსივნე იყო და ის უნდა ამომეყო და მარტივი ოპერაცია იყო, ასე რომ დიდი განცდები არ მქონია. თქვენი მიზანი რა იყო ადრე, როცა სტუდენტი იყავით და რა არის დღეს უკვე, როცა აი ამდენ რაღაცას მიაღწიეთ, თქვენი ავტორიტეტი გაქვთ აი ამ სფეროში, ერთ-ერთი საუკეთესო ქირურგი ბრძანდებით და აი რა მიზანი გაქვთ დღეს და რა მიზანი გქონდათ ადრე? საქართველოს რომ მივდიოდი, მქონდა ის მიზანი, რომ რაღაცა ისეთი მასწავლა, რომელიც არ იცის სხვა. საერთოდ რა არის იცით, როცა შენ გიყურებენ როგორ აკეთებ ოპერაციას და უნდათ რომ მე ეს მოსკოვში შეიძლება თქვენი ოპერაციის ნახვა, ეს კურდობაზე არ არის, ჩემი ინტელექტუალური საკუთრების მისაკუთრება უნდა, ხო? და მე მინდოდა ისეთი რაღაცის შესწავლა, რომელსაც საქართველოში არ აკეთებენ ერთი და ზუსტად ესე გავიქეცი და ეხლა ვცდილობ აქ გავაკეთო ის, რასაც ხები არ აკეთებ. ხელი არ შეუშალო იმ ხალხს, იმათ თავისი მე ხა შემოვერთდი ამ ჯგუფს, ხო? მე ჩემსაც ვაკეთებ ისინი თავისი და მე თავის პაციენტებისაც დიდად არ უშლი ხელს, იმიტომ რომ ძირითადად ჩამოდიან საზღვარგარეთელი პაციენტები ჩემთან. და ეხლაც აქ იმიტომაა, რომ ვერ ჩამოდიან მოსკოვში. ძირითადად მთელი მსოფლიოდან არ არსებობს ქვეყანა, საიდანაც ჩემთან არ ჩამოსა, ნიკარაგუა, კონგო, იორდანია, ავსტრალიიდან ვერ ჩამოსვლენ იმისიქით არაფერი არ არის. და რუსეთიდან აქეთ ჩამოდიან, ეხლა უხარიათ კიდეც რატომაც აქ ჩამოსვლა და უფრო იაფია ჩვენთან და ესე. ამიტომ მე ხელს არ და რა შეკითხვა იყო გითხრა მოვიწყდა. აი მიზანი, რა მიზანი? დღეს რა მიზანი ვაქვს?
დღეს ესეთი მიზნები და რაღაცები არ აქვს, მინდა ვიყო ჯანმრთელი და მინდა დიდხანს გავაგრძელო კიდე ის, რასაც ვაკეთებ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ცხოვრების აზრი. ჩემი მიზანია არასდროს არ დამეკარგოს ცხოვრების აზრი. არ დავკარგო. ბედნიერი ხართ? ვერასდროს ვერ ვიტყვი, რომ აბსოლუტურად ბედნიერი, აბსოლუტურად ჯანმრთელი, აბსოლუტურად ლამაზი და აბსოლუტურად მდიდარი ადამიანი არ არსებობს. ასე რომ სრულად რა თქმა უნდა არა. სრული ბედნიერი ალბათ არანორმალური ადამიანი არა. ასეც საუკეთესო ფორმაში ხართ. მუდმივად ესე გონია? მადლობა. მუდმივად კარგად გამოიყურებით. აი იქნებ ჩვენ აუდიტორიას უთხრათ, რას აკეთებთ ამისთვის. მე რას ვაკეთებ? დიახ. დიდ არაფერს უბრალოდ არ ვჭამ შაქრიანს, შაქარს, პურს, ხანდახან ძალიან იშვიათად პურის ქერქს, არ ვჭამ მარილს და ვცდილობ არ ზედმეტად არ გავცხე. მეც არაფერს და რა თქმა უნდა მადლობა ჩემ მშობლებს, რომ ეგეთი გენეტიკით, ეს ყველაფერი ისევ გენეტიკაზე მიდის, იმიტომ რომ ჩემი ძმები, ჩემი ძმისშვილები ყველანი ძალიან გავსტრები არიან. დიახ. ნივთიერებათა ცვლა მოშლილი არ აქვთ. ასე რომ კი ბატონო, მაინტერესებს აი იმ პერიოდში რომ დავბრუნდეთ, როცა პატარა იყავით, სტუდენტი იყავით და გინდოდათ აი ამ პროფესიაში ყოფნა. აი რას ეტყოდით მაშინ საკუთარ თავს? ხო, რას ვეტყოდი? ვეტყოდი რომ შენ ძალიან რთული გზა გელოდება წინ, ურთულესი დაჟე. და გამაგრდი, გაუძელი ყველაფერს. თუ დაეცემი, უნდა ადგე. და უნდა გააგრძელო გზა, უნდა იარო ყოველთვის ბიზნესს. თუ გაჩერდები, ყველაფერი დამთავრდება. ამას ვეტყოდი. ცხოვრებაში აი დაცემის მომენტი ხშირად გქონიათ? გქონია რა თქმა უნდა, დაკომპლექსებულიც ვიყავი, დამსხვრეულიც ვიყავი, მაგრამ მე გამრთელებაც ხდება. ძალიან დაკომპლექსებული ვიყავი ერთ დროს, რომ მაგრამ მე რუსეთის საუკეთესო ქირურგად ამირჩიეს და იმდენად ვიყავი დაკომპლექსებული, რომ თვით შეფასება მქონდა დაქვეითებული და მე უცებ ისევ ამიწია თვით შეფასებამ, გაიგეთ? მე როცა თქვენთან ინტერვიუს გეგმავდი და გირეკეთ, აი გამიკვირდა და გამიხარდა, რომ ესეთი ქირურგი ერი და ბერი რომ იცნობს ამ ქვეყანაში და არა მარტო ამ ქვეყანაში ზოგადად. არ ვიცნობენ, მე უფრო რუსეთში. კი, თქვენ სასოფლოში გიცნობენ საკუთარებთაც და აი ესე მარტივად რომ დამთანხმდით და ჩვენს ანუ მომეცი ჩანსი რომ თქვენთან ინტერვიუ ამაყო გამიხარდა და კიდევ ერთი კითხვა მაქვს აი ამ ქირურგიასთან დაკავშირებით. აი ეს რასგვეუნება არასდროს რასგვეუნება 10 მცნება არასდროს არ გამპარტავდამდე ხო? ეგ თავარია მასწავლა მე პირ ადამიანმა რაც უფრო მიწაზე იქნები მით უფრო ეყარები ხალხს ასე რომ მე თავში ავარდნილი არაფერი არ მაქვს რომ თუმცა ხანდახან რომ შევხედავ და ვახ როგორ გავაკეთე ეს ყველაფერი მეთქი ფიქრობ კი ბატონო და ერთი კითხვა მქონდა ასევე ყურებთან დაკავშირებით აი ეს ყურების ოპერაციებს რომ იკეთებენ ეგ მანდრა რისკები გვაქვს დღეს და აი ასაკთან დაკავშირებით იყო რა ასაკიდან ურჩევთ რომ გაიგოთ ყურები ეკეთება 13 წლის ასაკიდან როცა ბავშვებს პირველი შეყარებული უჩნდებათ ხო ხტებით და არაფერი ისეთი დიდი რისკი ყურების გაკეთება არ არის ზოგადი რისკი ყველა ოპერაციას მოსდევს ალერგია არ მისცეს და ხშირად ყურები კეთდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ და მე ყოველთვის მოგიყვებთ ერთ სასაცილო ამბავს მე ყოველთვის ბავშვებს ვართობ როდესაც ვუკეთებ ოპერაციას და ვეუბნები მოდი ხამე ყოღოსავით გიგპენს რაღაცა და მე იცი რა მოხდება შენ არ იგრძნობ ტკივილს, მაგრამ იმას რომ მე შენ გეხები, ამას იგრძნობ. სულ 5 გრძნობა არსებობს, აბა რა გრძნობები არსებობს, მეკითხები. მინდა რომ ჩამოთვალოს, აბა რას გრძნობს ადამიანი მეთქი. კიდევ სულს ხო ეს მინდა რომ ჩამოთვალოს და ეს ბავშვი ეკითხება, რას გრძნობს ადამიანი კიდე ტკივილს ვერ ვიტყვი შეხებას და აბა კიდე რა სიყვარულსო მეთქვა. სიყვარულს გრძნობს ადამიანია. გამახსენდა პატარა ბავშვი.
რისკი დიდი არ არის, მაგრამ ყურების უამრავი ოპერაცია არსებობს, იმის ჩათვლით რომ ადამიანს ყური სულ არ აქვს და აი ხელზე ვაკეთებდით ყურს, პრეფაბრიკაცია ქვია. აქედან ნეკლიდან ვიღებდით, ხელზე დავაზადებდით ყურს და მე რო გავიდოდა გარკვეული დრო, ამ ყურს გადავიტანდით თავის ადგილას. ორ ეტაპიანი ოპერაცია ეს, ასეთი ოპერაციის მერე ჩემ თავს პატივს ვცემდი ხოლმე, კი ბატონო. გითხოვთ ოპერაციაზე უარი რამდენჯერაც გინდათ. აი და რა უამრავ. არ ჭირდება ეგ ოპერაცია და ისე კი არ უნდა უთხრა რომ თუ ამ ოპერაციებს არ გაიკეთებს და რაღაცა ძირითადად რომ არ ჭირდება ოპერაცია და მოდის თქვენთან ეს არის დისმორფოფობია ადამიანი ეს არის დიაგნოზი განიცდის კომპლექს ხო შენ უნდა უთხრა რომ ახ შენ ისეთი კარგი ეს საერთოდ არ გიშლის ხელს ეს ვაფშე რა არის ეს რო არ კონდეს უარესი იქნება და რაღაცა აი ესე უნდა იმუშაო პაციენტთან და არა ისე რომ არ გინდა ეს ოპერატორი ეს სახში დაიყავი ესეთი ვახინჯიო ეგეთი რაღაცა არ უნდა უთხრა პირიქით რომ ეს შენ გიხდება და შარმიც არის და უნდა დააწყმარო იმიტომ რომ დიაგნოზთან გვაქვს საქმე კი ბატონო მარტო ყოფნა გიყვართ არა არ მეყვარს სიში მაგ მეშინია მაგრამ შიში გააქვთ კი აუტოფობია მაქვს ხო თქვი ინტერვიუში აუტოფობია მაქვს და მარტო არ მეყვარს ღამე ყოფნა ხოლმე დიახ აი კადრს მიღმა როგორი ხართ საოპერაციოს მიღმა აი როგორც აი ჩვენ საზოგადოებას რო ვთქვათ აი რათვისება გაქვთ ისეთი რაც საზოგადოებამ არ იცის და უნდა იცოდეს თქვენზე კადრს ანუ კადრისა და საოპერაციაში საზღვარი ვარ იმიტომ რომ სულ აკონტროლებ რამდენია წნევა, რამდენია ისა, სად არის ექთანი, სად არის იქ რა რო შეგვეშალოს, მე კი არა მარტო. იმიტომ რომ არ შეეშალოს ექთანსაც, თუ გამიხსნა რაღაცა სხვა მომაწოდა და ყოფილა ერთხელ, ისეთი საინტერესო რაღაცა მოხდა ერთხელ. თვის გადანერგვა მაშინ, როდესაც აქ 20 წლის წინ დაიწყო და მე 23 წლის წინ მივატოვე უკვე. თმის გადანერგვა 90 წლებში ვაკეთებდი და უნდა ამეყო ნაფლეთი კეფის მიდამოდან და უნდა მე დაგვეყო საჟენცები მერგებად ანუ რა ქვია ქართულ და უნდა ჩადენერგა ხო და ეგთან მე დავამთავრე ეს ეტაპი და გადმოვჯექი აქეთ რომ დავიწყო თმების თითო ძირებად დაყოფა და სად არის ვეუბნები ნაფლეთი რა ის გადავაგდეო რატომ? რამეჩო შენ ამოჭერია და რაში გჭირდებოდა ვერ გავიგეო. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვარ რა, აი ეს რომ ირგვლივ არავინ არაფერი არ იცის და საბავშვო ბაღის იმაში მაგალითად მოვედი აქ ერთ კლინიკაში და კლაინის სითხე მომაწოდეთ. რა უნდა? რა თხოვობს? ვეუბნები ერთი მომაწოდეთ, რა უნდა? თითქოს მე კი არა ვარ სამედიცინო დაწესებულებაში ვარ სადღაც არ ვიცი სად გამოფენაზე სადაც არავინ არაფერი არ იცის რა არის არ ვიცი ეს ხო ცოტა მიჭირს ამოჭერით ეს კი არა ეგენი კი რა თქვი მაინც რა გამედინიერებთ რა ხდით დღეს მედინიერებთ დღეს რა ხდით მე ჩემი აი ამას აქში და რა ხდით როცა სტუდენტი იყავით მე რა ხდიდა რაცა სტუდენტი ვიყავი ის რომ კაი დრო იყო მაშინ ყველას ერთმანეთი გვიყვარდა მე ბინა მქონდა მცხეთის ქუჩაზე მარტო მე ჩემი იყო მე მიყიდეს ეს ბინა იმიტომ რომ ჩავაბარე ჩემი წავედის ინსტიტუტში და ფიზაგროვდი მაშინ ვერავინ ხდებოდა უფლო და მე თქვი ბინა მიყიდეთ მაგით და მე ყველანი ჩვენთან ვიკრიბებოდით ესეთი რაიმე ცუც კი არ ვაკეთებდით უბრალოდ ერთმანეთს და ხინკლის გაკეთება კახელი ყავდა ჯგუფელი და ახალგაზრდობაში ხო გიხარია ბედნიერება ახალგაზრდობაშია ახალგაზრდობაში ეხლა მე მაბედნიერებს ჩემი შვილები და განსაკუთრებით შვილიშვილები საოცარი შვილიშვილები მოყავს და ძალიან მიყვარს და ძალიან მაბედნიერებს თუ კი არ ნახავ ჩემ შვილიშვილებს ისე არ მეძინება აქ ცხოვრობენ? არა, კანადაში. კანადაში და ხშირად. კი, ყოველ საღამოს ურეკავდა. ო, ძალიან კარგია. ასევე მაინტერესებს რა არის ის, რაც დღეს თქვენზე საზოგადოებამ არ იცის. ჩემზე საზოგადოებამ არ იცის? რა, ყველაფერი იციან მე მგონია. რა უნდა არ იცოდნენ, ისეთი რა უნდა მქონდეს. რომ არ იცოდნენ. რომელმა საზოგადოებამ რუსულმა, ქართულმა. ჩვენთან საქართველოში. არა, ესა ვარ რაცა ვარ რა. ფერია. ისეთი. რაიმე ისეთი
კურიოზები მითხარით და აი კურიოზები რომ მოგვიყოთ რაც გადაგხდათ აი ამ პროფესიაში თუნდაც აი ძალიან უამრავი კურიოზები მაქვს მაგრამ წინათ მოვყევი ჩემ მასაკთან დაკავშირებით არ მინდა იგივე მოვყო და მოვიყევი ძალიან საინტერესო რაღაცას ესე იგი მე ყოველთვის საქართველოში ჩამოვდიოდი მოსკოვიდან ჩამოვქონდა ადამიანის ყბები მაშინ ადამიანის ყბა თუ არ ქონდა სხვას უნდა მორგიდან აღებული მასალა რეაფიზირებული ერქვა ამას იქ არაფერი არ არის უკვე იმ ადამიანის და უდგამდი სხვა ადამიანს ამას აკეთებდა ბატონი ომარ ნემსაძე ჩემი მასწავლებელი და ჩამოვქონდა ყბები დიას მოვდივარ და მომაქეს ყბა ხელში დაჭერილი და მოვიტანე ბატონი ომარს და რას მეუბნება იცი დღესო მაქვს ძალიან რთული ოპერაცია ხემადექტომა იცით რა არის საძილე არტერიას აქვს ბიფურკაცია ანუ ორად იყოფა და აი ამ გაყოფის შიგნითა საძილე და გარეთა საძილე აი ამ საძილის საზღვარზე არის ესეთი სიმსივნე რომელსაც ქვია ხემადექტომა და ეგრე მომოჭრა იქ საძილე არტერიის ნაწილიც იკარგება და არც იცი ბიფურკაციაზე თუ რაზეა და უნდა შეკეროს სხვა უნდა ჩაადგაში სხვა აიღო ვენა სხვაგან და უნდა შეკერო და ამ პაციენტს არც ფული აქვს რომ გამოუძახოს არც მიკროქირურგს და არც სისხლძარღვთა ქირურგს და ხომ არ დამეხმარებიო განახარდა ახლა რა თქმა უნდა ბატონო არ დაგეხმარებით მეთქი ახალი დაცული მაქვს სადოქტორო დისერტაცია 37 წლის ვარ და არ გამოვიყურები ახლა კარგად გამოვიყურები რომელი წელია 95 აი ეს რაღაცა არის და მე ვთხარ ბატონო მე არ მაქვს წამოღებული ინსტრუმენტები რაც ჭირდება და მოდი პირველ საავადმყოფოში მიკროქირურგებს გამოვართმევ მეთქი მანქანა მაშინ არ იყო არაფერი ჩემი მანქანი წავალ მეთქი მანქანით ვიყავი და გამოვართმევ და თქვენ მანამდე გამზადეთ და შეგიძლიათ დარკოზის მიცემად დაიწყოთ მეთქი მე დაგეწევით სანამ თქვენ გავხვალთ ახსაძილე არტერიაზე კარგი რაც მომიდაშენ არ იყო ეს საცობები და იანგარიშები ეხლა მე მივდივარ და ფიქრობ რომ ავიღებ ვენას აფენას ის უნდა მოვატრიალო იმიტომ რომ ვენა ერთი მხრიდან ატარებს ამ სისხლს მეორე მხრიდან უკან არ ატარებს ასე ვიზამ და ესეც ხომ მოდივარ მერვე საავადმყოფოდან აი იმ სანაპიროზე და ბარათაშვილის ხითა ხო ქვემოთ უნდა ჩახვიდე და ზემოთ არა მე პირდაპირ გადავჭერი ესე პირდაპირ გადავჭერი და ზემოთ დგას ინსპექტორი გამაჩერა და მეუბნება რატომდი შენო კარგად ხო ხარო იმედი ეს რა სუპერ დარღვევა რა ქენიო შენ გესმის რა ქენიო ხარ და ესე პირდაპირ რატომ მოხრი არაფერი ის არ დგას მეთქი არ მინახავს მეთქი არაფერი შენ არ მინახავს შენ საცხოვრობ თორე მოსკოვში მე მოძრაობის წესები ყველგან ერთნაირიაო მაჩვენე შენი მართვის მოძრაობა მოეცი მართვის მოძრაობა და მეუბნება შენ მართვის მოძრაობა მოსკოვში მიიღებ რას ლაპარაკობთ მე ვთხარი მე უხაროდ შემიძლია უწყლოდ შემიძლია უსაჭმელოდ შემიძლია მაგრამ მართვის უფლების გარეშე არ შემიძლია და უნდა დამიბრუნო მეთქი არაო ვერაფრით ვერ დაგიბრუნებ ეს იყო ენით აუწერელი ის აი გამოვედი ახლა მანქანიდან და მოდი იქ მოვილაპარაკოთ რაღაცა მეთქი რა იცი ძალიან რთული ოპერაცია უნდა გავაკეთო ახლა მე მეთქი მე ვარ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მეთქი მიიღებს ესე და ისეთი რთული ოპერაცია საძილე არტერიაზე მე ვთხარი არის სიმსივნე რას ბოდიალოფო შენ შენ მაქსიმუმ პრაქტიკანტი თუ იქნებოდა ახლა ამ ტყუილისთვის რა გეკუთვნისო კიდევ არ ვამბობ რომ ვთხარი ტყუილს მართალს გეუბნები მეთქი არა ტყუილს მეუბნებიო მითხარი რა ხდება მე ვთხარი ხა მაშინ ფულს გადავერთი მართალს გეუბნები და მითხარი რა ხდება გაიხედე იქით ქვევითო რა მოხდა იქ ჩემი უფროსი დგას და იმან დაგინახავდა ხა მე როგორ ვიშვა ის მომკლავს მე ვხარ წამოდი შემოფროსა და იმას აუხსნებად და მიდივართ ახლა უბრალოდ და თვითონ უხსნის აი ეს გააკეთა ესე გადმოჭრა პირდაპირ და თან იტყუება რომ ეს ქალი არის პროფესორი ისე გადათარგმნა ამან და რომ ამან უნდა გააკეთოს ახლა ოპერაცია მერვე საავადმყოფოში მე ვხარ ამ კაცროვნა მე მაქვს მერვე საავადმყოფოს ტელეფონის ნომერი დაარეკეთ და გაიგეთ მეთქი და ტელეფონი მაშინ მობილური კი არ იყო ხო და ეს კაცი მეყურებს ეს უფროსი ზემოდან, ქვემოდან, ზემოდან, თეთრი ჯინსები მაცვია ესე და არ გამოვიყურები მაგრამ რაღაცა მიხვდა რომ მართალს ვეუბნები და ბიჭო, რასაც ეს ქალი ლაპარაკობს, თუ მართალია, მაშინ ეს არის სუპერ ქალი და აქვს უფლება რომ გააკეთოს სუპერ ნარუშენია. ასე რომ მიეცი ეს დოკუმენტები და გავუშვით, უთხრა და გამიშვეს. ეს არასდროს დამოიწყდება. საკმაოდ საინტერესო ისტორია მოგვიყავით. მაინტერესებს დეპრესია თუ ქონიათ? კი მქონდა დეპრესია, კი, როდესაც კოვიდი დაიწყო.
და საერთოდ დეპრესიას რა იწვევს? ორგანიზმის სრული გადაღლა, ანუ სრული გაცვეთა. მე იმდენი მიმუშავია ცხოვრებაში, რომ ვთქვათ, რომ გავჩერდით, როდესაც დაიწყო კოვიდი, მე ვთვლიდი, რომ ხალხი კვდებოდა. ჩემ თვალთ ხედავდი, რომ ვერ კვდებოდა ხალხი და მე მქონდა იმის საშუალება, ანუ უსაფრთხოების ბალიში, ხო? ანუ იმის სახსრები, ფული, რომ სახში დამჯდარიყავი და არ მომუშავდი, არ მომეკლა და დამჯერდი სახში. ეს აღმოჩნდა კატასტროფა რა, სახში ჯდომა და ისეთი დატვირთული ადამიანის, როგორც მე ვიყავი და რომ მომაშორეს ეს ჩემი პროფესია, დამეწყო დეპრესიები და პანიკური შეტევები. რა, შეიძლება ჩემთვის ქირურგიის მეშვეობა. ხაერი შეიძლება გადამიკეტოს კაცმა, მაგრამ ქირურგიას რო გადამიკეტავენ, მე უკვე მემართება ყველაფერი ცუდი. პანიკური შეტევები ახსენეთ დღეს ჩვენს ქვეყანაში ბევრ ადამიანს აწუხებს აი ეს პანიკური შეტევა და თქვენ რას ფიქრობთ რა იწვევს აი კორტიზოლის ზედმეტი გამოყოფა, გადაღლა, ცხოვრების მიზნის დაკარგვა, დესოციალიზაცია, როდესაც ადამიანი ვერ პოულობს თავის ადგილს, ვერც რაოდენობრივად, ვერც ეკონომიურად, ვერც ვერანაირად და გრძნობს თავის არასაჭიროებას საზოგადოებისთვის. ყველაფერი ეს და უამრავი სხვა ფაქტორიც და კიდევ ერთხელ გავიმეორებ გენეტიკური ფაქტორიც იწვევს ყველაფერ ამას, დეპრესიულ მდგომარეობებს. დ-ვიტამინთან დაკავშირებით დ-ვიტამინი რა თქმა უნდა იწვევს და მარტო დ-ვიტამინი არა, იქ უამრავი ჰორმონებია, უამრავი ვიტამინებია, სხვა C ვიტამინიც, D ვიტამინიც, უამრავი მინერალებია, მაგალითად კალი, B ვიტამინის დაკლებობა იწვევს სისხლის გათეთრებებს და ლიმფომებს და სხვა რაღაცებს. ანუ ადამიანს უყურადღებით უნდა იყოს, რომ ყველა ჰორმონი, ყველა ვიტამინი, ყველა დანამატი მინერალი კონდეს წესრიგში. ამას უნდა დიდი სახსრები, ამას უნდა დიდი ინტელექტი და ამას უნდა დიდი მონდომება, რომ შეინარჩუნო შენი ჯანმრთელობა. რას ფიქრობთ რა ხდება მაშინ როცა ადამიანი იღუპება? აი მე რა ხდება თუ თავდება ყველაფერი, უჯრედები ფუნქციონირებას ამთავრებენ და ადამიანი მიდის, აღარ არის ჩვენ შორის. ეხლა რო თქვა, რომ გრძელდება მე ცხოვრება, ამაში მე დარწმუნებული არა ვარ, ასე რომ იყოს, მაშინ მორწმუნეებს მინდა შევეკითხო, თუ კი ადამიანი კვდება და უკეთეს ცხოვრებაში გადადის, მაშინ რატო ტირიან საერთოდ, რატო გულობენ და რატო არ ხიარულობენ. ბევრი რაღაცაა ჩემთვის, მე არა ვარ მორწმუნე. კი ბატონო, ბევრი რამის არ მჯერა. მაინტერესებს რა რჩევას მიცემდით იმ ადამიანებს, ვისაც უნდა რომ თქვენს პროფესიაში შემოდგას ფეხი, ჩააბაროს ჯერ უნივერსიტეტში, შემდეგ პრაქტიკები გაიგაროს, რა არის მათთვის მთავარი? ქალისთვის? კი. თუ ვისაც ქალისთვის უფრო ძნელია, აი ეგ მაინტერესებს აი ვისთვის. ქალისთვის რა თქმა უნდა უფრო ძნელია და ზოგადად ქალისთვის თავარი რა არის, მოდი შემდეგ დამისვე მაშინ ეს. მე იმიტომ ძალიან საინტერესო შემიძლია გიბას უცებ მომივიდა თავში. და ქალისთვის ქირურგია რა თქმა უნდა ძნელია, იმიტომ რომ ქალი ერთხელ თხოვდება მაშინ ეს არის და მიყვება ცოლად ქირურგიას და სხვა გათხოვებები, როგორც მცდელობებიც მე მქონდა, ყველა კრახით დამთავრდა, არ გამოვა. ან ქირურგია, ან პირადი ცხოვრება, ან რაღაცა სხვა. რა უნდა გააკეთოს, იცოდეთ რომ მე დღეს კარდიოსტიმულატორი მაქვს და ალბათ ყველას ეს მოელის, თუ მართლა გახდები ქირურგი, შენ კი გაუძლებ, მაგრამ გულის კუნთი ამდენ დაწოლას ვერ გაუძლებს, თუ იშვიათი რამე არა გაქვთ გულის კუნთი ესეთი, ეს არის კოლოსალური შრომა, უსაზღვრო, საოცარი შრომა, თავდაზოგვა არ უნდა იყოს არანაირად, ვერავის ყურადღებას ვერ მიაქცევთ და იქნებით მარტო ჩაკეტილი ქირურგიაში, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ეს მორალური, ეს ფსიქოლოგიური ორგაზმი, რასაც თუ კი თქვენ პროფესია ასე გიტაცებთ, ვერცეთ სიამოვნებას ვერ შეეტრება, ვერანაირ ფიზიკურს. და რაც შეეხება ქალისთვის რა არის მთავარი, ქალისთვის მთავარია ის პირველი შთაბეჭდილება, რასაც ის დატოვებს იმაზე, ვინც ნახავს პირველად. თუ პირველი დანახვისთანავე ქალი არ მოგეწევათ, მას რა მოუვა იცით, როგორც პირველ ვთქვათ პოსტს, რომელიც თქვენ არ მოგეწევათ, რა ვქენით? ასკროლეთ. ესე არის სკროლება ის ქალიც და ქალისთვის რა უხდება ქალს თუ გითხავთ, ქალს ახლა ბანალურად რო გითხრათ, კაცი უხდებაო, ესეც არ არის
ქალს სხვადასხვა ასაკში ბევრი სხვადასხვა რამე უხდება პირველ რიგში ქალურობა. ანუ რასაც არ უნდა მიაღწიო შენ, რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეს შენ, დედის გინება არ უნდა დაიწყო და ესეთი ქცევები არ უნდა გქონდეს და უნდა დარჩე ქალად. ანუ ნაზი ქალი უნდა, ქალური უნდა იყო. კი შეიძლება მე კაცური ერთხელ ჩემმა შეფმა მითხრა შენ ტვინი კაცის გაქვს ხელები კაცის გაქვს და ვიღაც ქალებს უსმენო? რაღაცნაირად ახლა მე ორიენტაცია ნორმალური მაქვს, ორიენტაციაზე არ გეუბნებით, მაგრამ უნდა შეინარჩუნო პირველ რიგში ქალობა, უნდა შეინარჩუნო სონიერების გრძნობა, რომ არ გადააჭარბო არც ტუჩებში, არც გარეგნობაში, სადა უნდა იყოს სისადავე, უნდა ქონდეს იუმორის გრძნობა, უნდა ქონდეს ხარტი, აზროვნება, უნდა იყო პროფესიონალი, ინტელიგენტი და მაშინ იქნებით მიმზიდველი. ახლა ულამაზო ქალი არ არსებობს, არსებობს უბრალოდ დაუფინანსებელი ქალი, ბევრჯერ მithქვამს ეს, რომელსაც არ აქვს იმის საშუალება, რომ იყოს ლამაზი, მოუაროს თავის თავს, იმიტომ რომ ქალი ყოველთვის მოლული უნდა იყოს. პირველ რასაც ყოველდღიურად აქცევად ეს არის ფრჩხილები, თმები, რაფეხსაცმელი გაცვია და როგორ გამოიყურებით, ხო? ასე რომ პირველ შთაბეჭდილებას აქვს ყველას დიდი მნიშვნელობა. აი რა არის ურთიერთობებში, თუნდაც მეგობრობა ავიღოთ, აი აქ თქვენთვის მთავარი. თავარი ის რომ არასდროს არ მიღალატოს, აი იყოს გულწრფელი, არ მომატყუოს და არ მიღალატოს. აი ეს თვისებები მინდა მე ადამიანს. ბევრჯერ მოუწყობი ხართ მეგობარს? რა თქმა უნდა, ბევრჯერ. ხო, ესე იგი მეგობარი არ ყოფილა, მე მეშლება ხოლმე ადამიანების ცნობა ვერ ისწავლე. საკმაოდ ხშირია დღეს ჩვენს პრაქტიკაში. მაინტერესებს ქონიათ თუ არა ისეთი შემთხვევა, როცა თქვენ პაციენტისთვის გაგიკეთებიათ ოპერაცია და შემდეგ სხვა ქირურგს უთქვამს, რომ ეს ოპერაცია მან გააკეთა. აჰა, კი, გავუკეთე ერთ ძალიან ცნობილ ქალს ოპერაცია და საერთოდ არსად არ ვამბობთ ამას ჩვენ. და ვზივართ ერთხელ საორდინატოროში და იცით რომ მე ამ ქალს მე გავუკეთე ოპერაცია. მე რა ვიფიქრე, იცით, მე ხوار მომოწმებს მეთქი. და ჩემ გახვარელოდება რამეს სპეციალურად ხوار ამბობს მეთქი და მე ვთხარი ოჩახ კაი გაკეთებულია მე და მაინც მეორეა ჩემთანს და არაფერი არ ვთხარი. მაგრამ ძალიან მძიმე არის რაღაც რომ ხო მძიმე არ არის, იცით, გამოდიან თქვენი პაციენტები და ამბობენ თქვენ ითვლით ნაოჭებს, არ ვითვლით, ჯერ არა მაქვს ნაოჭები. თქვენთვის პოპულარობა ძალიან ადვილია, გააკეთებთ რაღაცას და იტყვით რომ ეს მოვაკეთე, აჩვენებ ამ გადაცემას, მაგრამ მე რაღაცას გავაკეთებ, მე პირველზე უნდა დავაჭირო ენაზე კბილი და არ უნდა ვთქვა რომ ეს ჩემი გაკეთება. ანუ ესაა თქვენ პროფესიაში თავარი, დიახ, არ უნდა ვთქვა და ამიტომ პოპულარობა ნაკლებია, უფრო ნაკლები შანსია. უბრალოდ ის გახმაურებულია იგივე რომ მკითხეთ რომ ვისთვის იყავით ერთადერთი ისაო, ეს იყო ძალიან ცნობილი შემთხვევა ალექსანდრე გალიჩის შვილი, რომელსაც ნერვი გადაუჭრეს და ყოველთვის ესე იყო, როდესაც მე მომანიჭეს რუსეთის საუკეთესო ქირურგის წოდება 2008 წელს. მე მითხრეს, რომ მომავალ წელს შენ მოგანიჭებთო რუსეთის საუკეთესო გადამკეთებელის წოდებასო. იმიტომ რომ პარალიჩები თუ უჩნდებოდათ პაციენტებს, დამბლა ოპერაციების მერე, სხვა ბევრი ოპერაციების მერე, მარტო თქვა ესთეტიკური ოპერაციების მერე არა, სახის დაჭიმის მერე არა, თქვა სანაწყო ჯირკვლების რეზექციის შემდეგ ყბების დისპროპორციების გასწორების შემდეგ ყოველთვის მაშინ მოვიყავი ერთადერთი ვინც დაიწყო დისერტაცია სადოქტორო ნერვზე და რომ ამბობენ მსოფლიოს ხუთეულში უბრალოდ 4 დისერტაცია იყო კიდე მანამდე ეს იყო ნიკოლაი იაპონიაში რომელსაც ჰქონდა დაწერილი სადოქტორო დისერტაცია ტერცისი იყო ამერიკაში რომელსაც ჰქონდა სადოქტორო დისერტაცია დაწერილი ნერვზე სახის ნერვზე მილეზი იყო გერმანიაში და მე 4-ს ვერ ვიხსენებ სულ 4 იყო. და მე-5 იყო, მე-4-ს ვერ ვიხსენებ. აი მაგმართა facial nerve ვისია. მაგრამ დავიწყებდა და დავიწყე. ასე მაინტერესებს თუ გიყვართ 4 მეგობრები კატები. არა. არავითარ შემთხვევაში. არ გინდათ არავითარ შემთხვევაში ადამიანმა არ უნდა იცხოვროს ცხოველებთან ერთად. უბრალოდ სუნი არის ამ აზრზენი რა.
გულიანერია ხარა. არ შემიძლია კი ბატონ ძალიან იყვნენ ოღონდ ჩემთან ერთად მე არა მაქვს მე უფლება მივიდე პაციენტებთან და მიუტანო ეს ბაქტერიები, უხილავი ბაქტერიები, უამრავი რომელიც ტვინსაც აზიანებენ სხვათა შორის. კი ბატონო, ასე მაინტერესებს რისი დაკარგვის გეშიდიათ? ჯანმრთელობის. და სიცოცხლის. ვიქნები გულახდილი და გეტყვით. არის რაიმე ისეთი, რასაც საკუთარ თავს ვერ პატიობთ? არა მე ნათქვამი ან თქვათ ვერ პატიობ, აზრი მითხარი. ანუ არ დაგდოთ. კი, ვერ პატიობ, მაგრამ უბრალოდ ისეთი რა იყო? დიახ. რომ მე საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ. საკუთარ თავს ალბათ ყველაფერს ვაპატიებ, მაგრამ თვით კრიტიკა მექნება, რატო გავაკეთე ესე და რაღაცა და საკუთარ თავს გინდა აპატიე, გინდა არ აპატიე, აზრი არ აქვს, მე მგონი. არის რაიმე ისეთი, რაც საკმაოდ გვიან გააცნობიერეთ, თუ გქონიათ ეგეთი რა. კი, ბევრი რამე გავაცნობიერე გვიან. ვერ გეტყვი კიდე. აი, იმიტომ რომ აქ გამოვიყენებ დუმილის უფლებას. კი ბატონო. ასე მაინტერესებს თქვენგან რჩევები მიცეთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ მოგწერა და ესეთი რაღაც შეტყობინება შემოვიდა ორი სიტყვით ვიტყვიო საკმაოდ დიდ პატივს ვცემ თქვენ სტუმარსო და მაინტერესებსო ქირურგმა უნივერსიტეტის გარდა იქ რაც ოდნასაც იღებს კიდევ რამდენი ხანი ჭირდება რომ ანუ კარგ ქირურგად შევდგება აგერ ჩვენმა რესპონდენტმა მოგწერა. ეხლა უნივერსიტეტის დამთავრება საქართველოს სამედიცინო არ იყო ეს უნივერსიტეტი, იყო საქართველოს სამედიცინო ინსტიტუტი. დაამთავრა მედიცინის ინსტიტუტი, ეს რას ნიშნავდა, იცი? რომ დაამთავრა მედიცინისთვის. სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრება ნიშნავდა, რომ დაამთავრა შენ პირველი კლასი და იცი აი. მეტი ეს არაფერს არ ნიშნავდა მართალი გითხრათ რა. მე ძირითადი განათლება მივიღე მოსკოვში. მე იყო კი 6 თვიანი ჰოსპიტალური ქირურგიის კურსი გავიარე. 6 თვიანი მიკროქირურგია ვისწავლე ცალკე. რამდენიმეჯერ ანუ ზოგადი ქირურგია და მიკროქირურგია ცალკე ვისწავლე. ორდინატურა გავიარე ბასახის ქირურგიაში სულ 6 თვე და დანარჩენი პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგიაში გავიარე და მორგში ვიმუშავე 10 წელი კიდევ. ყავდა უამრავი პაციენტები, დავწერე 2 დისერტაცია, დავამთავრე ასპირანტურა და დოქტორანტურა, დავიცავი ჯერ საკანდიდატო დისერტაცია, მერე დავიცავი სადოქტორო დისერტაცია, ვიყავი ევროპის, აი მიწვეულიც ვიყავი ერთ-ერთი ჩემი მეთოდის განხილვა უნდათ, British Associated Craniofacial Surgery, ანუ ბასახი კი არ ქვია, თავის ქალას Craniofacial, თავის ქალას სახის ქირურგების ასოციაციის წევრი ვიყავი 600 ევროს ვიხდიდი თვეში და მომდიოდა ჟურნალები Plastic Aesthetic Craniomaxillofacial Surgery ესეთი ჟურნალი მომდიოდა მე ვიყავი საერთაშორისო ანუ всеобще საერთაშორისო არ ქვია სოფლიო ასეთი ასოციაცია არ ქვია საერთაშორისო ასოციაცია ქვია პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის იმის წევრიც ვიყავი და იქაც ფულს ვიხდიდით და მომდიოდა Plastic Aesthetic Surgery ჟურნალი ყოველ 6 თვეში კიდევ ვიყავი რუსეთის პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების წევრი, ნამდვილი წევრი თუ რა ქვია. ამას ეს ყველაფერი სწავლობდი სულ, ტუალეტში რო შევდიოდი, იქაც თარგმანებს უსმენდი და რა ვიცი, 24 საათი მუშაობდი. ასე მაინტერესებს მითია თუ არა ის რომ ოპერაცია ზოგიერთი ქირურგი არ უკეთებს ისეთ ადამიანს ვინც სიგარეტს ეწევა ან აიქოს მოიხმარს. მითია ხარა, საფრანგეთში არის ერთი ქირურგი ესეთი ცოტა ორიენტაცია ჰომოსექსუალია, სასაცილოდ დადის ხოლმე და სულ თავისი მოსაზრებები აქვს და იძახის რომ მე მწერლებს საერთოდ ოპერაციას არ უკეთებ, იმიტომ რომ თვალის ქვედა ქუთუთო კანი არის ყველაზე თხელი კანი ადამიანს რაც გააჩნია. ყველაზე სქელი კანი აქვს აი აქ
სტაპა ანუ რა ქუსლზე და ყველაზე თხელი როდესაც ადამიანი სიგარეტს ეწევა ყველა მიცის რომ ზიანდება სისწარღები და განსაკუთრებით ტერმინალური სისწარღები ანუ ტერმინალური რომელია იცით წარმოიდგინეთ ხე სადაც თავდება ხის ფოთლები უკვე ტერმინალ სადაც გადიხარ ბოლო ტერმინალური ფაზა სტადია ხო გაიგონი აი ეს წვრილი სისწარღები საერთოდ არის დახშული უკვე და ესე მოდის რატო ხდება ათეროსკლეროზი რა არის იწყება ამ წვრილი სისწარღების დახშობით და მე მთლიანად ათეროსკლეროზი ემართება ადამიანს მაგრამ ყველა მწერალს მეტაკლებად დაზიანებული აქვს ეს ტერმინალური წვრილი სისწარღები ანუ ისინი ზუსტად რომელიც კვებას ქვედა ქუთუთოს კანს და ამიტომ ძალიან რისკთან არის დაკავშირებული ქვედა ქუთუთოს გაკეთება იმ ადამიანებში რომლებიც სიგარეტს ეწევიან და რომელსაც შეყვანილი აქვთ ფილერი ამ ფილერის შეყვანა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქვედა ქუთუთოს მიდამოში საერთოდ თვალბუდის ქვედა მიდამოში რა არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში ნუ გაიკეთებთ ხალხო ნუ რას დროს ნუ დაიღუპოთ თავს როგორც ქირურგს სხვის შეცდომა თუ გამოგისწორებიათ ანუ თუ ვიღაც გაუკეთებია სხვასთან რაღაც ოპერაცია შეცდომა ქონია ან შეცდომა არც ქონია მაგრამ ანუ ორგანიზმი ხოლმე რუხობს რა იმას და თუ გამოგისწორებიათ უამრავჯერ გამომისწორებია შესაძლოა თქვა არ ჩავთვალოთ სახის დამბლა სხვადასხვა ოპერაციების შემდეგ და ასეთი იყო დოქტორ ჯონსის შემდეგ ატლანტაში მუშაობდა არ ვიცი მუშაობს თუ არა ამერიკელი პაციენტი რომელიც ჩემთან ჩამოვიდა და მე მონაწილეობდი სასამართლო პროცესში ატლანტაში სადაც ასამართლებდნენ აი ამ ექიმ ჯონს მაგრამ ის თვითონ არ ესწრებოდა სასამართლო პროცესს ესწრებოდა ადვოკატები იმიტომ რომ ჩვენგან განსხვავებით საზღვარგარეთის ექიმები არიან დაზღვეულები თუ რაიმე შეეშალათ აი ამას და იჯდა ადვოკატი დაზღვევიდან დაზღვევით ის ადვოკატიც თვითონ უნდა აიყვანონ მერე ფულის თვითონ უნდა გადაუხადოს თქვა დაზარალებას თუ გამოჩნდა ბრალი პაციენტის და ჩვენთან ექიმები არც ერთი სადაზღვევო კომპანია არ აზღვევს არც ერთ ექიმს იმიტომ რომ ეშინიათ ამით ეს რომ დააზღვევა პაციენტებმა გაიგონ არიან ისეთი ინტრიგანი პაციენტები რომლებიც გატყვევენ მოვიდა და მე შენ ოპერაციის მერე თვალებში ვერ ვიხედები დეუნება წავედით ოკულისტად არა მე უკვე ვიყავი და გიხსნის სკანდალს იქ წარმოედგინეთ ამ დროს ერთადერთი შემთხვევა არის რომ ადამიანმა მხედველობა დაკარგო ბლეფაროპლასტიკის დროს თუ სისხლი ჩაიქცევა რეტრობულბალურ მიდამოში და მოხდება ინსულტი თუ ეს არ მომხდარა ოპერაციის დროს ესე იგი გამორიცხულია რაც არ არსებობს თეორიულად არ არსებობს პრაქტიკულად და გატყვევს გარდა ამისა თქვა პენსიონერი პაციენტები რომელსაც თავი გაელამაზეს და მე ფულიანებად რომელიც გადაიხადე მე მყავდა ეგეთი პაციენტი მე ვინებოდა ჯერ მე ექიმი ვარო მითხრა და მე ეხლა მე მაქვს სიმსივნე კი არ არის ეს მე ვთქვა ეს არის გასწიება უნდა უყოხალე და მიუყოხლე ტაჯობ რომ არ არის თუ ექიმი ხარ სწორად ილაპარაკე ხო მე გავიდა დრო და მე კანზე ვერაფერს ვერ ვგზნობ შენი ოპერაციის პროცესში ხო მე სპეციალისტი ხარ ეხლა აღმიდგინე ეს აი ესეთი ინტრიგანი პაციენტი არსებობს რა თქმა უნდა ვეგზნობს მაგრამ ის უწერია იმ სამახსოვროში შენ ვერ ვგზნობ იმიტომ რომ აღშევებულია ყველაფერი და სამი თვე უნდა გზნობის აღდგენას თამტყულს ამბობს უკვე იმიტომ მაგის შემოწმება შეიძლება არსებობს ესეთი შავი სია პაციენტების რომელიც ჩვენ ექიმებს გვაქვს ჩვენთვის და ერთმანეთს ვაწვდით რომ არც ერთმა არ მიიღოს შემდგომში ეს პაციენტი თუ ერთ-ერთმა მათგანმა ქირურგმა შეამჩნია რომ ეს კაცი აი ეს ადამიანი არის ინტრიგანი ქონია თუ არა ისეთი შემთხვევა როცა ადამიანისთვის ოპერაცია გაგიკეთებიათ და შემდეგ უკვე ვერც გიცვლიათ რა ეს ძალიან ხშირად ყოფილა ხშირად ყოფილა მე ვერ ვიცოდი თავაროში თამაშობდა ერთი ქალი და დამარცხდა რომ ჩემი გაკეთებული ისე უყურებდი და მე რა მახსენდა გარკვეული დროის შემდეგ სამი სიტყვით რო დაახასიათო თქვენი თავი ის რომ გამოგრჩა კიდე გინდოდა თქვენ გეკითხათ ხო მოჭრით მე ამაზე რომელი ოპერაცია დაგამახსოვდა ყველაზე ხო აი აი ამათაც ამაყობდით ხო რო ამაყობდით ხო აი ეს ხო შენ დაგედო წინ და კითხვები გადავდე რა ჩემთვის მე გადავწყვეტე ხო
რატო შეგიძლია წაიკითხო? ესე იგი, ჯერ მოდი ამას გითხავთ და ეს გადავიდეთ. სამი სიტყვით რო თქვენი თავი დაახასიათოთ. სამი სიტყვით? ჩემი თავი? ძლიერიც და სუსტიც ერთდროულად. მე გამბედავიც და მშიშარაც. და კიდევ როგორი კეთილი ვარ კი რა თქმა უნდა კეთილი ვარ იმიტომ რომ სულ მინდა რომ ადამიანებს სიკეთე მოუტანო და ამის ანტაგონისტს ვერ ხედავ ახლა ბოროტი ნამდვილად არა ვარ და რომ თქვა რომ კეთილი არა ვარ რომ ვერ ვიტყვი ამას ყველა მეყვარს იგრძნობა თქვენი ენერგეტიკა ხო თუ არ გიყვარს პაციენტი ვერასდროს ექიმი ვერ იქნები და ყოველთვის ისე უნდა მოექცე პაციენტს როგორ შენ საკუთარ შვილს შვილი ყველაზე გიყვარს ხო მეტად რა თქმა უნდა და ესევე უნდა მოექცე პაციენტსაც. მინდა რომ იმ ოპერაციის შესახებ მომიყვეთ, რითიც თქვენ ამაყობთ, რომ აი ყოჩაღ, აი დღეს ძალიან მაგარი ოპერაცია გავაკეთე. ხო, ეხლა ეს შეკითხვა წინათაც დამისვეს და მაშინ სხვა შემთხვევა მოვყევით. ეხლა მოგიყვებით ძალიან საინტერესო შემთხვევა, სამსახურში მოვდივარ ერთ დილით და ჩემი შეფი მეუბნება არ გაიხადო, უნდა წავიდეთ. სად უნდა წავიდეთ? 9 წლის ბავშვს აქვს ყელის კიბო და იქ უნდა გავაკეთოთ მე და შენ ოპერაცია შენ უნდა აიღო ეს ნაფლეთი რადიალურ ხელიდან ანუ ყელიდან უნდა ორმა პროფესორმა უნდა ამოჭრან ეს სიმსივნე ძართული სიმსივნეა ბავშვი შეიძლება დაიხჩოს წუთი-წუთზე ისეთი მდგომარეობაა და მე ვიღებ ამ ნაფლეთს რომელიც მე მიკროქირურგიულად უნდა მივაკეროთ და ესე წავედით და მე მომცეს ახლა ინსტრუმენტები უნდა დავიწყებ მუშაობა რა ხელი ბავშვის ეს წინამხარი ამას ქვია მხარი ამას წინამხარი მაკრატელი იმ ხელა მომცეს რომ წინამხარზე გძელი ანუ უხეშია და მე კიდე სიზარები კიდე ბავშვის წვრილია და ვიმდები ალექსანდრე ვაინც რა იყო და ხელის წინამხარი უფრო პატარაა მეთქი ვიდრე ეს მაკრატელი და რა ვქნა მეთქი და ჩუმად ახლა კარგი მაკრატით ყველა შეუძლია ჩვენ აქ იმიტომ მოგვიწვიეს რომ ხაი კლასი უნდა ვაჩვენოთ და აიღე როგორც გინდაო აიღე ეს ნაფლეთი მე დიდი წვალებით მაგრამ სწორად და როგორც და მე დავჯექით მე იმ პროფესორი მეორე მიკროქირურგი არ იყო ბავშვთა მასახის ქირურგი იყო რომელიც ეხმარებოდა ნაწიბოლის აღება სიმსივნის ამოღებაში მე დავჯექით ჩვენ და კერეთ დაახლოებით 4 საათი მოვუნდით და ბავშვი გადარჩა სიკვდილს გადის 1-2 წელი და ვიგებთ რომ ერთ-ერთმა ჩვენმა თანამშრომელმა რომელმაც მოაწყო ეს უთხრა რომ მე დაგეხმარებით და მოთხოვა $20,000 გადაიხადეს თურმეებად მე არ ვიცი ჩემ შეფს რა მისცეს მაგრამ მე ქათმის ბარკალი მაჭამეს მახსოვს მეტი არაფერი ეს ამხელართული ოპერაცია თურმე ვიღაცამ გამოიყენა ადამიანების გაჭირების მომენტი და სპინა გაუყიდიათ ერთ ოთახიანი მაშინ და გადაუხდიათ ამ ოპერაციის ფული. ალბათ ვისთვის მე არ ვიცი ჩემთვისაც გონდა მე პატარა ვიყავი მაშინ. მე ვინა ვარ საერთოდ მე შეფმა მითხრა იქ არ იმუშავე, იქ იმუშავეო. მაგრამ ჩვენ გადავარჩინეთ სიკვდილს ბავშვი. მაქსიმუმ რა თქმა უნდა ვამაყო. რთული იყო იმ სიტუაციაში ერთულად არც მზად არ ახარ უბრალოდ სამსახურში მოდიხარ და მიდიხარ რომ ბავშვი შეიძლება ყოველ წუთში მოკვდეს აი ეგეთი რაღაცა იყო. ემოციურად მძიმეა ხო უფრო ეგეთი. ემოციურად ყოველთვის მძიმე იყო ჩემთვის ბავშვების ოპერაცია და ფიქრობ ხოლმე ხანდახან რომ მე პედიატრი ვერ ვიქნებოდი იმდენად მეცოდებიან და მეყვა ბავშვები მაგათ ტანჯვას ალბათ ვერ უყურებდი. თქვენთვის ყველაზე მარტივი ოპერაცია დღეს პრაქტიკაში როცა აკეთებ და აი ყველაზე მეტად აი რთული და ისეთი. შენ წარმოიდგინე ყველაზე მარტივი და ყველაზე რთული ოპერაცია არის ერთი და იგივე ოპერაცია. ეს არის ლიპოსაქცია. ის არის ყველაზე მარტივი ოპერაცია, იმიტომ რომ ტექნიკურად ძალიან ადვილი შესასრულებელია და ის არის ყველაზე რთული ოპერაცია, იმიტომ რომ შეიძლება მოყვეს სასიკვდილო შედეგი. ანუ შეიძლება რამდენიმე სერიოზული გართულება მოყვეს. პირველი ის რომ შეკვას კვაინის სითხე და ადრენალინი შეიძლება გამოიწვიოს გულის არითმია და გულის კუნთის გაჩერება. მეორე ის რომ ამ ოპერაციის დროს შეიძლება მოხდეს სისწავლის გაგლეჯვა და ცხიმი მოხდეს სისწავში და მოხდეს ეს ტვინში ან გულში ან ფილტვში ეს იქნება ცხიმოვანი ემბოლია მოხდეს და შეიძლება ამ ოპერაციის შემდეგ განვითარდეს ფასცეიტი რომელიც რატომღაც 99%-ში ლეტალურად თავდება. ანუ ყველაზე ადვილი ტექნიკურად შესასრულებელი ოპერაცია და ყველაზე რთული არის ერთი და იგივე და ამ ოპერაციის სახელი და გვარია ლიპოსაქცია.
ასე მაინტერესებს ერთ დღეში რამდენი ოპერაცია გაგიკეთებიათ? 3-4, ოღონდ დიდი ერთი და 2 პატარა ვთქვათ. ყოფილი 3-4 გამიკეთებია. თვალებს რო ხო 4-ზე მეტი ალბათ არა. 4 ხო. აი ბლეფაროპლასტიკას ვაკეთებდი 97 და 98 წლებში სულ 2 კაცი მოსკოვში და ძალიან ბევრი იყო ხალხი მაშინ. და დღეს უფრო 4-ს ვაკეთებდით კი. და დღეს უფრო აი რა ოპერაციისთვის მოგმართავენ ადამიანები პაციენტები. როგორც გითხარით, როგორც სახის სპეციალისტ მომმართავენ სახის დაჭიმა, ბლეფაროპლასტიკა, ბრახიოპლასტიკა, ნერვი, ხელების გაახალგაზრდავება, ძალიან უყვართ ეს ოპერაცია, ხელების გაახალგაზრდავება, უმრეების ოტოპლასტიკა, ლიპოსაქცია, ლიპოფილინგი. ოტოპლასტიკა უკვე თქვი, სხვა ნაწიბურების და დეფექტების გასწორება სახეზე. აზიური თვალების ევროპიზაცია, მაგრამ აქ არ მოდიან უფრო, აქ არ არიან აზიელები, მაგრამ აქაც ყოფილა შემთხვევა. კი ბატონო. და ერთ კითხვას დავსვამ. დიახ. აი ვინ არის ციცინო შურღაია, რომ გითხრათ და რას უსურვებდით დღეს იმ ადამიანებს, ვისაც უნდა რომ გახდნენ ქირურგები. ისევე იგივეს მეკით ვინ ხარ? ციცინო შურღაია არის სულით და გულით და ყველა უჯრედით ქირურგი. და ვისაც უნდა რომ ქირურგი გახდეს, მაშინ იმათაც უსურვებთ ისეთივე სულით და გულით ყველა უჯრედამდე ქირურგი ყოფილიყვნენ, როგორც მე და რაღაცას ალბათ მიაღწევენ, იმიტომ რომ ახლა ჩემი ტრაბახი არ არის, მაგრამ ფაქტია რომ მართლა მივაღწიე რაღაცას და თუ ესეთები გინდათ თავს ნუ დაიზოგოთ, მაგრამ იცოდეთ როგორც მე მაქვს კარდიოსტიმულატორი, შეიძლება თქვენც ესე მოგიწიოთ კარდიოსტიმულატორის ჭარბი, ყველაფრისთვის მზად იყავით ცხოვრებაში. გაიხარეთ. დიდი შრომა გელოდებათ წინ. მიხარია რომ დამთანხმდით ჩემს პოდკასტში რომ სტუმარი იყოთ და წარმატებები მინდა გისურვოთ